ანტიქრისტეს არც ქები ექნება, არც ჩლიქები, არც კუდი, არც ეშვები. მეცაც ვიტყვით, ის იქნება ისეთი ადამიანი, რომელიც თავისი გარეგანი კეთილშობილებით ბევრი ადამიანის ყურადღებას მიიტაცებს. ის ისეთი მოთამაშე იქნება, მოდი ასე ვთქვათ, რომ რჩეულებსაც და რჩეულები ქრისტიანები არიან, ქრისტიანებსაც აცდუნებს. ხა კითხვა ჩდება და ჩვენ რომ მოვესწროთ ამ დროს როგორ უნდა მივხვდეთ? და ვინც იმ დროს არ მოესწრება, ის დაცულია ანტიქრისტეს სულისგან? არა. ჯერ კიდე იოანე მოციქული 2000 წლის წინ გვაფრთხილებდა, მრავალი ანტიქრისტი, ანუ ის სული, ის დემონური ქრისტეს ჩამნაცვლებელი სული, ამ შემთხვევაში ჩამნაცვლებელს ნიშნავს. აი რომ გონია რომ სიკეთეა, რომ გონია რომ სინათლეა, რომ გონია რომ სწორია, რომ გონია რომ მართალია, რომ გონია რომ ქრისტიანულია. გოგონია, გულისწყვის დონეზე, საქმის დონეზე, მოვლენის დონეზე, ამ სოფელში, ჩვენ შიგნით, რელიგიურად, სულიერად, სულ გონია, რომ აი ეს ნამდვილია, ეს სწორია, ასია. ამას თუ დაემატება ანალიტიკური აზროვნების მოშლა ჩვენ საზოგადოებაში, ჩვენს ბავშვებში. ანალიტიკური აზროვნება ექნება ბავშვს, რომელიც იზრდება სკროლვით. და ტვინი დაზიანებული აქვს. რატო აქვს დაზიანებული? იმიტომ რომ სკროლვა სიამოვნებას ანიჭებს და აზროვნება არათუ არ ანვითარებს, არამედ უბრალოდ არ ჭირდება აზროვნება. იღებს რაღაც ინფორმაციას აზროვნების გარეშე, რაში ჭირდება? გესმით? რომელ ანალიტიკურ აზროვნებაზეა საუბარი და ესე იგი, ნახეთ, ის მაცდუნებელია. შენ ცხოვრებაში ბევრი არჩევანი შეიძლება გააკეთო ისეთი, რომელიც იქნება არჩევანი ანტიქრისტეს სასარგებლოდ, ეს ცით რას ნიშნავს, რომც ვერ მოესწრო ანტიქრისტეს. შენ პიროვნულად და ისე გარდაიცვალო. შენ თუ შენ ცხოვრებაში მრავალი ისეთი არჩევანი გააკეთე, რომელიც ანტიქრისტეს სასარგებლოდ არის, დიდი ანტიქრისტეს დროს რო ყოფილიყავი, იმას აირჩევდი აუცილებლად. გესმით, რატომ ხდება ეს? და თუ ჩვენ დროს მოვიდა ის, ხო უნდა მივხვდეთ, ხომ არ უნდა ავირჩიოთ. ის ხო მაცდურად მოდის, ის ხო ეცდება ყველა აცდუნოს ქრისტიანის, იმიტომ რომ კიდევ ვიმეორებ, ანტიქრისტე ნიშნავს არა ქრისტეს მოწინააღმდეგეს, ანუ ის კი არ ეცდება, რომ ქრისტეს აწინააღმდეგო რაღაცები თქვას და ჩაიდინოს, არამედ ქრისტეს მაგიერს ნიშნავს, ანუ ის ეცდება, რომ გვაცდუნოს და ღვთის სახელით ilaparaყოს, როგორც ღვთის ძემ ისე ilaparaყოს. ამას უფალი გვაფრთხილებს, ის თავის სახელით მოვა და იტყვის, რომ მე ვარ და არა მე რომ მოვედი მამის სახელით არა ეგრე, არამედ თავის სახელით და ეცდება, რომ აცდუნოს ადამიანს.